ყველაზე მეტად ფრუსტრაცია, იცით სად ხდება სოციალურ ქსელებში. ადამიანი ყველაფრის უფლებას აძლევს თავს, ისეთ უფლებას, რომელსაც ქსელის იქით არ აძლევს. მე მგონია, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. კაცმა რო თქვას, ადამიანი როგორიც არის სოციალურ ქსელში, ისეთია სინამდვილეში. ხოდა თქვა თუ გინდათ საკუთარი თავი გაიცნოთ, შეხედეთ რას წერთ, როგორ მეტყველებთ, როგორ პასუხობთ, რა სურათებს დებთ. შეხედეთ ამას და დაინახოთ, ვინახართ თქვენ, რამდენად ქრისტიანები. აქ ჭირდებათ გარეგანი მამხილებელი, არც მოძღვრის სიტყვებით, უმეტეს მოძღვარი თქვენს ეკლესიის იქითა ცხოვრებას არ იცნობს საერთოდ. მაგრამ როგორც კი ადამიანი ამას კიდევ ერთხელ გააცნობიერებს და ამასთან ბრძოლას დაიწყებს, აღმოჩნდება, რომ ეს არც ისე მარტივად არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს და აღმოვაჩენთ, რომ აი ეს ქრისტე რო ამბობს, რომ თავადი ამ სოფლისა არის სატანა და რომ ესე იგი მთელი ეს სამყარო ადამიანები იგულისხმება, დაავადებული არიან და დემონურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამიტომაც არის თავადი ამ სოფლისა სატანა, ამიტომაც მოიყვანენ ანტიქრისტეს.